აი ამ ფოტოზე ეს არის ბაბუაჩემი 1927 წელს როდესაც დაიჭირეს და დახვრიტეს იყო 56 წლის ამ ბაბუაჩემი და ეს უფრო ადრეული ფოტოა ეს არის ბიძაჩემი რომელიც 38-ში დახვრიტეს 25 წლის იყო მაშინ ყვება ეგრეთ წოდებული დიდი ტერორის დროს რეპრესირებულთა შთამომავალი ლევან ფესვიანიძე. 30-იან წლებში აჭარაში დახვრეტილთა ოჯახის წევრებს ბაბუისა და ბიძის ნეშტები არასდროს უნახავთ. ბაბუჩემი პროფესიით მკერავი იყო, ძალიან ცნობილი მკერავი იყო ბათუმში და აჭარის მასშტაბით. ჩვენ დღესაც არ ვიცით, რატომ დაიჭირეს ეს კაცი და რატომ დახვრიტეს. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი ნაწილი იმ საინფორმაციო მუშაობისა, რომ ხალხისთვის დაემტკიცებიათ, რომ ნებისმიერი პიროვნება უნდა განადგურდეს. ყველა უნდა იყოს დაშინებული. რაც შეეხება ბიძაჩემს, ბიძაჩემი ყოველთვის იყო ანტისაბჭოთად განწყობილი. 1931 წელს თუ 34-ს ზუსტად აღარ მახსოვს, მეგობრებთან ერთად დაჭერილი იქნა სროლაში თურქეთში გადადიოდნენ საბჭოთა კავშირის დატოვება უნდათ საზღვარზე გადადიოდნენ არალეგალურად. მაშინ სრულიად შემთხვევით გადაურჩა დახვრეტას და 37-ში უკვე წყალებში ლოგიკური იყო რომ ესეთი ადამიანი უნდა მოეშორებიათ მით უმეტეს როდესაც მამამისი დააპატიმრეს და რამდენადაც ვიცი ბიძაჩემმა ინკავედეს თანამშრომელის ცემა რომელმაც მამამისი უფროსწორად დააპატიმრა ეს ფაქტიურად იცოდა ამ ადამიანმა რომ სიკვდილზე მიდიოდა. იმ პერიოდში მოდიოდნენ როგორც წესი ღამით, ესეთი შავი მანქანა იყო, ეძახოდნენ რუსულად ჩორნი ვარანოკ, ანუ შავი ყვავი. მოდიოდნენ რამდენიმე ადამიანი, მოდიოდნენ სახლში, იცოდნენ რომ მამაკაცი წინააღმდეგობას არ გაუწევს, იმიტომ რომ ოჯახის წევრები არ დაზიანდნენ, როგორც წესი ესე აკეთებდნენ. წაუყენებდნენ ბრალდებას და აკავებდნენ გამოძიების საფუძველზე, არეუნებოდნენ ახლა წაგიყვანთ და დაგხვლითავთ. როგორც წესი ადამიანის ბედი წყდებოდა ეგრეთ წოდებულ რუსული სიტყვა არის ტროიკაში, ანუ სამეულში, არანაირი ადვოკატი და რაღაცა არ არსებობდა. სამი გარეწარი მიიღებდა გადაწყვეტილებას, ეს ადამიანი უნდა მოკლან თუ უნდა გადაასახლონ. იმის შანსი რომ ტროიკაზე ადამიანს რო გაიყვანდნენ, ის გამართლდებოდა, მე მგონი ეგეთი შემთხვევები არც ყოფილა. დღესაც ჩვენ არ ვიცით რატომ მოხდა ბაბუაჩემის დაპატიმრება, ეს იყო ჩვენი ოჯახის ლეგენდა, რომელსაც ჩურჩული გვიყვებოდა მშობლები სანამ საბჭოთა კავშირი იყო, როგორც ბებიაჩემი მიყვებოდა, ბაბუაჩემი რო დახვრიტეს, გამოიძახეს NKVD-ში, ეს იყო რუსული სპეცსამსახური, საბჭოთა სპეცსამსახური და ბაბუაჩემის სისხლიანი ნახვრეტებიანი პერანგი გადასცეს. ხვდებით, რომ ეს იყო ტერორის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი, რომ დაეშინებიათ მოსახლეობა. ბიძაჩემის შესახებ ჩვენ არც არაფერი არ ვიცოდით, დიდი ხანი იყო იმედი რომ გადაასახლეს და იქნებ გადარჩეს, რომ უბრალოდ 24 წლის ჯანღონით სავსე ახალგაზრდა კაცი გაქრა. აი საერთოდ გაქრა. დაიჭირეს და არაფერი ინფორმაცია. მამაჩემი, მამიდაჩემები და ეს არის გიორგი, რომელიც ლევანის ბიძის გიორგი ფესვიანიძის ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა. მხოლოდ წლების შემდეგ გაიხსნა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის არქივები და მათი რეაბილიტაცია, ანუ გამართლება მოხდა. მალევე ოჯახმა შესაბამისი დოკუმენტები მიიღო საქართველოს არქივიდან, თუმცა ოჯახმა ისევ არაფერი იცოდა, თუსაც შეიძლებოდა ყოფილიყო დახვრეტილთა ცხედრები. მოგვიანებით ერთ-ერთი სტატიიდან გაიგეს, რომ აჭარაში ხელვა ჩაურის სამხედრო ბაზაზე საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს. ოჯახმა იფიქრა, რომ შესაძლოა იქ მათი ოჯახის წევრების ნეშტებიც ყოფილიყო. და სწორედ რეპრესირებულთა ოჯახის წევრების ნეშტების იდენტიფიცირებისთვის საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ბაუ ბათუმის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების დახმარებით უცხოელ მეცნიერებთან ერთად უკვე რამდენიმე წელია მუშაობენ. მათ შორის არიან ამერიკელი და პოლონელი მეცნიერები. შთამომავალთა მოძიებაში მეცნიერებს ფონდი მემორიალი ეხმარება. მათი მეშვეობით სპეციალისტებმა 200-მდე დნმ-ის ნიმუში უკვე აიღეს. კვლევაში ჩართულია პოლონეთის პრემორანის უნივერსიტეტის სასამართლო გენეტიკის დეპარტამენტიც.
ამჯერად კი საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად მუშაობს იმ ნეშტების აღდგენაზე, დოკუმენტირებასა და იდენტიფიცირებაზე, რომლებიც 2017 წელს აჭარაში პირველ 4 სამარხში აღმოაჩინეს. სამუშაოები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარეობს. გარკვეულწილად გადანაწილებული გვაქვს ჩვენი ფუნქციები აქ ლაბორატორიაში, ვინც მუშაობთ, ნაწილი ახდენს ძვლების რეკონსტრუქციას, ამ ნეშტების რეკონსტრუქციას, განსაკუთრებით ეს ძვლები, როგორც უკვე აღნიშნეს, არის ძალიან ფრაგმენტირებული და ჩვენი მოვალეობა და მიზანი ამ ეტაპში არის, რომ ეს პატარა ფრაგმენტები, ასე ვთქვათ, აღვადგინოთ და ამ ადამიანებს დაუბრუნოთ პირვანდელი ჩონჩხის სახე. ასევე ხდება ტრამვის დეტალური შესწავლა, ეს ისედაც ყველა ნეშტზე ხდება. ტრამვის დეტალური ანალიზი ნიშნავს ზომების აღებას, მათი ლოკაციის განსაზღვრას, გამომავალი ხვრელების იდენტიფიცირებას, ტრამვის სროლის ტრაექტორიის განსაზღვრას. აღდგენის შემდეგ იკვეთება ცეცხლნასროლი დაზიანება, კერძოდ შემავალი 2, ერთი აქ კეფის ზოლზე მარცხნივ და მეორე ესე კეფის ნაკერზე ფიქსირდება. ორივესთან გვაქვს ასოცირებული და დაკავშირებული რადიალური მოტეხილობები და ჩვენ ვახდენთ ამის ანალიზს, ანუ უნდა გავზომოთ თვითონ დაზიანება რა დაშორებითაა სხვადასხვა წერტილებთან თავის ქალის და ეს გვაძლევს მერე ისეთ სურათს, რაც გვეხმარება შემდგომ დასკვნების გამოტანაში. და სანამ ძვლების ფრაგმენტებს აღადგენენ და შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, წინ ხანგრძლივი და რთული პროცესია. ამ სამუშაოებში კი ქართველ კოლეგებს ამერიკელი მეცნიერები 2021 წლიდან ეხმარებიან. შემაშფოთებელია, რომ ეს ადამიანები ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლები იყვნენ. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ეს ფაქტები აღვწეროთ, რაც შეიძლება დეტალურად და ობიექტურად. ჩვენ ვატარებთ სამ განზომილებიან სკანირებას, თავის ქალის ნეშტებისა და სხვა ნებისმიერი ნაწილების, რომლებსაც ტრამვის ნიშნები აქვს. გარდა ამისა, ვიყენებთ აპარატს, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია დავადგინოთ ძვლების ქიმიური შემადგენლობა. ეს შეიძლება დაგვეხმაროს ადამიანის იდენტიფიცირებაში. გამოწვევაა ის, რომ ეს ნაწილები მიწითა და მტვრითაა დაფარული. ამიტომ წმენდისთვის ვიყენებ ამ პატარა და დიდ ხის ჩხირებს, რადგან ისინი არ გაწრავენ ძვლის ზედაპირს და ასევე ვიყენებ კბილის ჯაგრისსაც. ამ ნაწილებს ჩვენ მშრალად ვწმენთ და არ ვასვალებთ. როდესაც ფრაგმენტებს ვაერთებთ და ნელ-ნელა ერთიან სხეულად ვკრავთ, თითქოს ნაწილობრივ უკან ვაბრუნებთ იმას, ვინც დაკარგეს. და ეს ოჯახებისთვისაც ერთგვარი გზა ისევ დაუკავშირდნენ ერთმანეთს. თუმცა ამ პროცესს თან ახლავს პრობლემებიც. ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის არქონაა. მონაწილეები მოხალისეობრივად მუშაობენ. არადა წინ ხანგრძლივი პროცესია. ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი ელის, რომ მათ დახვრეტილ წინაპრებს ღირსეულად მიაბარებენ მიწას. იმედს არ კარგავს ლევან ფესვიანიძეც. ჩვენი ოჯახისთვის ეს არის ოჯახური ტრავმა. და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს რაღაცნაირად 100 წლის შემდეგ მაინც დავასაფლავოთ ეს ადამიანები.